მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ევროპარლამენტის ახალ დასკვნაზე, რეზოლუციაზე, რომელიც მათ თავად გამოსცეს და სადაც საუბარია იმაზე, რომ 2050 წლისთვის უნდა აღმოფხვრან სიღარიბე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მათი დასკვნის მიხედვით ამჟამად ყოველი მეოთხე ბავშვი და ყოველი მეხუთე სრულწლოვანი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამაში შედიან აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში არასრულწლოვანების ბავშვების სიღარიბე არ შეცვლილა სტატისტიკურად, შესაბამისად ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ არსებობს. ამ საკითხზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ თავის გეგმაში რას სახავს ევროკომისია, რომ გამოსავალი აღმოაჩინოს. და ალბათ ჯობია დავიწყოთ საუბარი იმით, რომ მაშინ, როდესაც მათივე დათვლებით, მათივე პრეს-რელიზში ვკითხულობთ იმას, რომ ამ ტიპის მდგომარეობა არსებობს ეკონომიკური და სიღარიბესთან მიმართებით, მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობს ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები, შესაბამისად ჩვენ ეკონომიკას უნდა მივაყენოთ ზიანი, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადავუხვიეთ ევროპულ კურსს და გზას და იქ არის ერთადერთი ნათელი მომავალი და თვითონ რეალურად თავს ვერ ართმევენ იმას, რომ ეკონომიკურ სტაბილურობას საკუთარ მოსახლეობას შეუნარჩუნონ და ნუ მოგვიზავს ჩვენ აუცილებლად რომზეც ვილაპარაკოთ, დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და deep state-ის დავალებით ევრობიუროკრატიის ხელით აღსრულებულ ამ სავალალ შედეგებამდე, რომელსაც უკვე თვითონვე აღიარებენ და ამბობენ, რომ ასეთი მძიმე სიტუაცია არის ეკონომიკური თვალსაზრისით. რა ჩვენი ლაპარაკი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აი მაგ ანგარიშის გარშემო, რომ თქვა ვიმოძრავთ, იმიტომ რომ ეს კორელაციაშია საქართველოსთან. ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენ რადიკალურ და ბეჭავ ოპოზიციას, ყოველთვის განსაკუთრებით ახლა ბოლო პერიოდში სოციალურ საკითხებზე დაიწყეს აპელირება. ახლა მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა ყველაზე დალხენილი, ყველაზე მაღალი ფლიანში და პროდუქტის per capita-ზე, ანდაც მაგალითად ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თავისი ჯინის კოეფიციენტის გათვალისწინებით და თანასწორობა ყველაზე ზარეთ თუ არ ვცდები სლოვაკეთია ჯინი, ევროკავშირის ქვეყნები რა, გარკვეულწილად სკანდინავიის ქვეყნები, ან ჯინის კოეფიციენტი ნიშნავს, რომ ესე იგი, რაც უფრო დაბალია, ესე იგი უთანასწორობა მით უფრო შემცირებულია, მიხვდი? ყველაზე მაღალი თუ არ ვცდები არის ლათინოამერიკულ ქვეყნებში. მოკლედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი ქვეყანაც არ უნდა ავიღოთ ჩვენ, იქაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეუძლია, რომ საინტერესო სტატისტიკა მოიძიოს და თქვას რა არის პრობლემა. არ არსებობს მით უმეტეს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ და კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც ფილოსოფია ეს, რომ რესურსი უნდა იყოს შეზღუდული, ვიღაცა უნდა იყოს მდიდარი და ვიღაცა ღარიბი. რა თქმა უნდა, მე ამას კანონი და თქვათ ეთიკური სოციალური სახელმწიფოს იდეა მეტნაკლებად ათანასწორებს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ზუსტად აი ამ ევროკავშირის მონაცემებს და იმ ანგარიშს, რომელსაც შენ გააკეთე კომენტარი და სწორება, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ამის გარდა აქვს უამრავი პრობლემა. მე თამამად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ევროკავშირი არ არის კარგ ეკონომიკურ პოლიტიკაში და ეკონომიკურ მდგომარეობაში. თუ ადრე, აი ესე რომ შევხედოთ. არა მხოლოდ ეკონომიკურში. არა, რა თქმა უნდა, თუ ადრე მისი უსაფრთხოების გარანტი იყო ნატო და შესაბამისად ამერიკა და deep state ინფორმით, რაფორმითაც ადრე იყო, მას ჰქონდა ფუფუნება, რომ სოციალურ სახელმწიფოს იდეაზე ეფიქრა და მაგალითად შრომელთა უფლებები ყოფილიყო ისეთი, როგორც არის გერმანიაში და საფრანგეთში და სკანდინავიაში, ხო, ყოფილიყო ანაზღაურებადი დეკრეტები ისეთი, როგორც არის და ადამიანის უფლებების იმ დონეზე. მაგრამ ეხლა ევროპამ თავის უსაფრთხოებას უნდა მიხედოს და ეს უსაფრთხოება იცი რა თანხაა? ეს საოცრად დიდი თანხა გამოაკლდება ამ სოციალურ სახელმწიფოს იდეას. ეს ერთი. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვილაპარაკია. ის რესურსები, ბუნებრივი რესურსები, რომელსაც იაფად ყიდულობდა რუსეთისგან, განსაკუთრებით ეს იყო გაზი, რაზეც იყო დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური იდენტობა. ის მილსადენი, რომელიც აფეთქდა თუ ააფეთქეს და
რომელთაც ჩაიკეტა და შესაბამისად აღარ იღებენ, იმაზე იყო დაფუძნებული ელექტროენერგია, რითიც ანათებდნენ ქალაქებს, ამუშავებდნენ წარმოებებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ეს სისტემა რომ მოირყა, ხო? გინდა ის ქიმიური ნარჩენები, გინდა მთელი ის საინჟინრო ბირთვი, რაც ევროკავშირშია, ხო, გინდა მანქანათმშენებლობა და ასე შემდეგ, ამის ინოვაცია პლუსა ეს ინჟინერია რა, ევროკავშირის ასევე იდენტობა, რაც ეს ყველაფერი გაათმაგდა. რაღაცები არის, რაც გაიზარდა 70-ჯერ, რაღაცები არის, რაც გაიზარდა 3-ჯერ, რაღაცები არის, რაც გაიზარდა 2-ჯერ და ასე შემდეგ. ინფლაცია არის იმ დონის, რაც არ ყოფილა ბოლო, თუ არ ვცდები, 40 წლის განმავლობაში. ეხლა ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, რომ ევროპა დგას უდიდესი და ევროკავშირი განსაკუთრებით უდიდესი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. და ეს უდიდესი ნიშნავს რას? რაღაცა უნდა აირჩიონ. ეხლა თავდაცვის გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს გვანახა არ ვიცი, კალფის ქვეყნების მაგალითმაც, ხო? რუსეთ-უკრაინის რომ და რუსეთ-უკრაინის ომმა. კი ბატონო, ხო, მაგრამ იმან ის გვანახა, რომ აი აღშენებლობა ყველაფერი კაია, მაგრამ თუ ამას შენი თავდაცვა არ უზრუნველყოფს ასევე, მაშინ წამში დაინგრევა მთელი შენი საინვესტიციო გარემო. ევროკავშირი მართლა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, ჩვენი აი ამ გადაცემების ციკლი, რომელსაც ევროპის დაისი ქვია და რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, სულ ამას ეხებოდა. რომ ეს არის რეალურად დიდი პრობლემა და ეს ყველაფერი რეალურად საკუთარ თავს გაუკეთეს თავად, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს აქ რეალურად პრობლემის სათავე, საიდან მომდინარეობს, პრობლემის სათავე არის deep state-ი, რომელმაც ევრობიუროკრატიას, როგორც მარიონეტულ ერთობას ნებისმიერი ტიპის მათი ქვეყნების და ხალხების საწინააღმდეგო, როგორც ეკონომიკური, ისე საგარეო საშინაო პოლიტიკური, ისე კულტურულ პოლიტიკას ამემართებით ნაბიჯები გადაადგმევინა და ის თუ დღეს რა ტიპის პრობლემებს აწყდება ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამას ვერ დააბრალებს შენ, რომ რაღაცა აი ან დროება მოიტანა, ან რაღაცა ერთეული ლიდერის არასწორი გადაწყვეტილება იყო ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ძალიან გეგმაზომიერად შემუშავებული სტრატეგია, რომელსაც მიყვებიან და თუნდაც ის, რომ დღეს ახლა მიდის საუბარი ჩვენ აი 2050 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოუფხვრათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, იქ სადაც გვეუბნებიან, რომ არის ყველაზე დიდი კეთილდღეობა და რომლის წევრობის გარეშეც შენ ვერ გექნება კეთილდღეობის სახელმწიფო, ეს ხო მინიმუმ აბსურდული რამ არის, იმიტომ რომ თუ ამ უახლეს 5 წლის მანძილზე ხედავენ, რომ საერთოდ არ უმჯობესდება თავიანთი მოქალაქეების ეკონომიკური პაკეტები, ამდენი ხანი როგორ იდგა მაგალითად ბოლო 4 წლის, თითქმის უკვე 5 წლის განმავლობაში თავარ დღის წესრიგში და ყველაზე მეტი საუბარი როგორ მიმდინარეობდა იმაზე, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის თუ ევროსი დახმარება გაეწიათ უკრაინისთვის. როდესაც მაშინ შენთან, როდესაც ყოველი მეოთხე ბავშვი საკუთარი კვლევის შედეგად ყოველი მეოთხე ბავშვი არის გაჭირვების ზღვარს მიღმა, ანუ მე-5 წელს გახსენდება შენ ამ კვლევის დაწყებიდან, რომ ანუ ეს არის პრობლემა და მოდი ახლა მე დავსახავ 30 წლიან გეგმას ამის გამოსწორების და ნუ ეხლა ხო ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს 30 წლიანი გეგმა როგორი შესრულებადი იქნება და რამდენიმე წელიწადში ესეც შეიცვლება, მე სხვა პრიორიტეტები გადანაწილდება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უყურებთ იმას, რომ ადამიანმა საკუთარ თავს შეუქმნეს პრობლემა, ეხლა ამ პრობლემაზე საუბრობენ, რომ ეს უნდა აღმოუფხვრათ, მაგრამ აქაც თუ კარგად დავაკვირდებით, რეალურად ბერკეტებს, რასაც თავაზობენ, რა უნდა შევიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენ ეს გაჭირვება აღმოუფხვრათ. რეალურად ისევ deep state-ის სასარგებლო სტრატეგია ლაგდება, იმიტომ რომ აქ შეიქმნება უკვე გაჭირვებული ხალხის ერთიანი ბაზა, რომელსაც ძალიან კარგად გამოიყენებს მე შემდეგ როგორც არჩევნებისთვის მანიპულაციისთვის deep state-ი, გამოიყენებს ისე როგორც ამათი კონსუმერული საწყისების გაღვივებისთვის, ან ჩვენ ისევ და ისევ სიღარიბესთან ბრძოლის ეგიდით მივიღებთ ახალი ძალიან კალკულირებული და გათვლილი იმაზე, რომ შენ შექმნა საზოგადოების ის ფენები, რომელსაც აქამდე კარგად ვერ მოიცავდი, შენთვის დამორჩილებული და მაქსიმალურად ახალ რეგულაციებში მოყოლილი, სადაც შენ
კონტროლის ახალ მექანიზმებს მიაწვდით deep states და ბოდიში და აქ ერთ-ერთი ის არის რომ მაგალითად AI-ს უნდა დაუკვეთონ რაღაც დიდი პროექტები შესაბამისად სიღარიბესთან ბრძოლის ეგიდით დიდი ფინანსური ბიუჯეტი როდესაც გამოიღება ისევ deep state-ისკენ უნდა წავიდეს ეს ფული მათ უნდა შექმნან უკვე დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ისეთი რეგისტრები, რომლებიც ვითომ დაეხმარება ამ ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ანუ თავიდან ბოლომდე ისევ deep state ხეირობს ევრობიუროკრატიის ხელით, უბრალოდ ამას არქმევს სიღარიბესთან ბრძოლას. ნახე, ჩვენ ბოლო პერიოდში, კი არა და რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მას შემდეგ deep state-ი როდესაც თავის აცეცებს ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებით დაორგანიზებულ და დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ რევოლუციებს. მაგრამ ყოველთვის ლაიტმოტივად, ყოველთვის აი ბექგრაუნდად თავარი თემა იყო რუსეთი. რომ ეს არის რუსული მთავრობა რა. რომ ნახეს რომ ამაზე ეხა სისულელეა ჯერ იქ სასამართლო იყო, მერე იქ ბევრი საკითხი იყო რა სხვა რის შედეგადაც თქოს ლაპარაკობდნენ საქართველოს ამაყი და ისეთი ქვეყანა არის და სხვა ჯორის ერთი პრობლემა აქვს რომ სოციალური საკითხებისთვის ხალხი ქუჩაში თუ გავიხსენებთ ძალიან იშვიათად თუ გამოსულა რა გამოდის უფრო უსამართლობის შემთხვევაში და გარედან მოწოდებული რაღაცა სხვა ტრიგერების შემთხვევაში მაგრამ როცა ნახეს რომ ეს რუსეთი არ არის კარგი გაყიდვადი თემა ვერ აჭამეს რა ხალხს რომ ეს რუსული მთავრობა და რუსო და მონა ვერა მე ყოველთვის ვფიქრობდი აი რატო არ ეჭიდებიან ესეთ საინტერესო საკითხს აქამდე სად არიან აი აქ ეთყობათ მათ ესე იგი აი ლიბერტარიანული ლიბერალური ნეოლიბერალური დახშული ეკონომიკური გონება რომ ვერა და ვერ მივიდნენ ეხლა წარმოიდგინე ბიჭო ბენდუქიძე და ჩერგო და ესენი ლაპარაკობენ ამაზე, რაზეც ჩვენ გვეძახდნენ ბავშვობაში სოციალისტებს და დეგენერატებს, ამას რო ვამბობდით. ანუ ამათი მორალი, ამათი იდეოლოგია ხო არ არსებობს, რასაც უნდა იმას მოერგებიან რა. მე ვამბობ მონღოლები რო შემოვიდნენ, თვალებს დაიწვრილებენ რა ესენი. ხვდები? საინტერესო საკითხია, რა თქმა უნდა ხალხი წამოეგება. უბრალოდ ვიცოდეთ რომ ნეოლიბერალის მიერ მოგვარებული სოციალური საკითხები არის სიგიჟე, ეკონომიკური და სოციალური საკითხები არის სიგიჟე. პირველი ის რომ იწყებენ რა აქციზი, ჯერ ის ფული მე ბიუჯეტს აღარ უნდა და მეორე ერთი რაზე შეამცირო აქციზი სიგარეტზე და იმაზე, რაც გარემოს და იმას პრობლემას უქმნის საწვავზე. მე პროსტა მოგვარების გზები რეები აქვს. დერეგულაცია. სად მოგვარებულა ესე ამბავი მითხარი. კი, აი, ნამდვილი ლიბერტარიანიზმი არის სომალიში. კი. ნამდვილი, მართლა ვამბობ, აი სრული და კარგი. აი, რასაც ქვია, იდეოლოგიზირება, აი ერთადერთ შესრულებული მხარე არის სომალი. და შენ კარგად გაიხსენე ქართველი ნეოლიბერალების როლს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნარატივი ამ ყველაფერში, რომ ეს არის რაც უპირობო კეთილდღეობის გზა და იქ არსოს არ მიდის არანაირი კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომ ეხლა აი ამ კონტექსტში რომ მუდმივად ცვალებადი არის გარემო რომ მუდმივად ცვალებადია გეოპოლიტიკა რომ მუდმივად ცვალებადია ეს ისევ ასეა ან თუ ევროკავშირი თავად ამბობს რომ ჩემ წევრ ქვეყნებს აქვთ ეკონომიკური ამ ტიპის დაღმასვლა სადაც 96 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის გაჭირვებას, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამ დროს ჩვენ მაინც ამ გაერთიანებისადმი უპირობო თავით გადაშვებით უნდა წავიდეთ, მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა ამ შემთხვევაში. და ის უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც პატარა ქვეყანა ინტეგრირდება ევროკავშირში, შეიძლება იმ ძველი ევროკავშირის იდეით long term-ში, ანუ დიდ დროში და დიდ სურათში, სადღაც მე სწორად გამოიყენო, მაგრამ პირველ შემთხვევაში ეს ყველა ვარიანტში დაგაზარალებს, გინდა ვალუტიდან დაწყებული, გინდა წარმოებით დამთავრებული. კიდან ჩვენ ხო თან ევროკავშირი აღარ არის ის მიმზიდველი ეკონომიკური სისტემა, რომელიც იყო.
ხო, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ეს აგენტურული ოპოზიცია თუ ადგილობრივი ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც მაინც აცხადებენ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აგერ კი უსაფრთხოების პრობლემები აქვთ, მერე რა ეკონომიკური პრობლემები აქვთ, მერე რა ჩვენ საქართველოს მშვიდობა არის და ეკონომიკური განვითარება არის, მაინც უნდა მივებათ ჩვენ ამ მოდელს, ანუ შესაბამისად ჩვენც უნდა გავიზიაროთ ეს ბედი და ანუ აღარაა ხო იქ უკვე იმის სივრცე რომ თქვა რომ იქნებ ეხლა არ არის ამისი დრო. რაღაცა იქნებ მოდი დაველოდოთ რომ ან გაკეთილშობილდეს, ან რაღაცა იქნებ სხვა კონფიგურაცია დაჯდეს საერთოდ ამ გაერთიანებებში, იმიტომ რომ ჩვენ ამ გადაცემაში ძალიან ბევრჯერ გულაპარაკია რომ ეს ალიანსი იმდენად შიდა დაპირისპირებების და იქ ამერიკასთან დაპირისპირებების ვექტორად არის ქცეული, მე მგონი ჯობია რომ გავდგეთ დავაკვირდეთ, ნახოთ აბა აქენა საბოლოოდ როგორი განლაგება დაждდება და შემდეგ მივიღოთ ხო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ ის რომ ამ ხრივაც გვაქვს დამოუკიდებლობა, ანუ ის რომ ჩვენ არ ვართ ამ ევრობიუროკრატიის ნაწილი ქვეყანა და შესაბამისად მათგან მათი რეგულაციებისგან, მათი რაღაც სამომავლო პოლიტიკური გეგმებისგან ვართ თავისუფალი, ეს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს საქართველოს როგორც სუვერენულ ქვეყანას, რომ მან საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი შეხედულებისამებრ იმ საზოგადოების დაკვეთით, ქვეყნის უმრავლესობის დაკვეთით, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას, გაატაროს ის შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, რომელიც მის ქვეყანაზე, მის კეთილდღეობაზე, მის მოსახლეობის კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული და გარდა იმისა, რომ თელმა ევრობიუროკრატიამ შეძლო, რომ ევროკავშირისთვის შეექმნა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური, ისე კულტურული მთელი რიგი პრობლემები, მათი ეს სამომავლო გეგმებიც, ერთი რო ან არის აბსურდული, მეორე რო ან არის ისევ ამ ქვეყნებისთვის და მათი კულტურისთვის საზიანო და მესამე ეს მხოლოდ და მხოლოდ ახეირებს deep states და ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ ამ სიგარების აღმოფხვის ფანტასმაგორიულ გეგმაზე, რომელიც რასაკვირველია შეუსრულებელი გეგმა არის, მაგრამ ამ გადაცემაში ძალიან ბევრი გვისაუბრია, მაგალითად რა ვალდებულებებს აკისრებენ ასოცირებულ თუ წევრ ქვეყნებს, ეს იქნება ბავშვებისთვის აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან სქესის შეცვლის თუ გენდერის იურიდიულად გაფორმების თან ასაკობრივი ზღვარის გარეშე აუცილებელი დათქმები და ასე შემდეგ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თვით დესტრუქციას უხადის კონტინენტურ ევროპას, მის კულტურას, მის ისტორიას და მის იმ შემორჩენილ, რომელიც უკვე მალე სამწუხაროდ თუ ამ ტემპებით გაგრძელდა უმცირესობაში იქნებიან იმ ევროპულ კონტინგენტს, რომლის დაცვაზეც, რომლის განვითარებაზე და რომლის კეთილდღეობაზეც უნდა იყოს ეს პასუხისმგებელი ევროკავშირი. და პრინციპში გაცემის დასასრულს აი რო შევაჯამოთ ეს ყველაფერი პატარა კომენტარის სახით, მოკლედ მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები კიდევ ერთხელ გადაცემის დასაწყისში რაც ვთქვი, არ არსებობს ქვეყანა, ყველაზე მიმზიდველიც კი, რომელსაც არ აქვს თავისი სოციალური პრობლემები, რომელსაც არ აქვს თავისი გეტოები, რომელსაც არ ყავს ხალხი სიგარების ხარს მიღმა, სადაც პროდუქტების ფასები არის ყველასთვის მიმზიდველი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები არსებობს და პროდუქტების ფასები ეხლა ევროპაში ბევრად პრობლემური, ანუ მიმართება თქო. იმიტომ რომ იქ ინფლაციის გათვალისწინებით და ფასების ზრდის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ რუსეთთან სავაჭრო გზების გაქრობამ ხო გამოიწვია. იქ უფრო ბევრად ღელავს ხალხი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ჯერჯერობით არაპოპულარული მოსაზრება, ევროპაში არ არის დემოკრატია, შესაბამისად, ის ხალხის გამომხატველი პარტიები არ ჩანან. ჩვენ გვახსოვს AfD-ის წევრები და ოპოზიციური პარტიის წევრები გერმანიაში და 1 წლის განმავლობაში 16 კაცი რიგრიგობით მიეწყო და მოკვდა გაურკვეველ გარემოებაში, არაჩენენ მათ სოციალურ ქსელებში, არაჩენენ ტელევიზორებში, ბილბორდებზე, ყველგან ჩაკეტილები არიან და მაინც იგებენ გარკვეულწილად სხვადასხვა ოლქებს და რეგიონებს. კლავენ ადამიანებს პირდაპირ. ჩვენ ვნახეთ ახლა ბოლოს ხო მაშინ მოლდოვას არჩევნები ჩვენ ვნახეთ რა ხდება საერთოდ, რას არ გადრულობენ რუმინეთ. ანუ ჩატარდება მანამ სანამ ჩვენი სასურველი შედეგი არ დაждდება. მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ელიტარული დიქტატურა, ეს არის მხოლოდ ერთი აზრი და პირდაპირ ვთქვათ, ჯერ ევროპაში დემოკრატია არ არის, ევროპაში არის ლიბერალური დემოკრატიის ჰეგემონია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა. იჭერენ პირდაპირ განსხვავებული აზრის გამო
ბრიტანეთში, გერმანიაში განსხვავებული აზრის გამო და აქ არ გულისხმობა რომ ძალადობის მოწოდება ან რაღაცა კონსერვატიული აზრის გამო, აბორტის გაკრიტიკების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ აზრების გამო, ამიტომაც შესაბამისად ეს უკმაყოფილება ესე არ ჩანს, ჩვენთან არ არის მოტანილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რომ გვაქვს პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური საკითხების, მაგრამ ეს პრობლემები გვარდება, პროგრესირებთ ჩვენ ამ მიმართულებით, ვამარცხებთ, გადავლახავთ სხვადასხვა საკითხებს, სულ ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დღეს აღარ არის ის საინტერესო ეკონომიკური მოცემულობა და წყობა. ჩვენ გაცილებით უკეთ მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ გაცილებით უკეთ პროგრესირებთ და ის გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო ნათელი გაგვაჩნია, ვიდრე ნებისმიერ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ისევ მათივე დათვლებით და მათივე ანგარიშების მიხედვით. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა, კარგად ბრძანებთ.